ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დამყოს მნიშვნელოვანი განათლების რეფორმის პარალელში საქართველოში სასწავლო გეგმის რეფორმირება. ანუ აქ პრინციპში არ არის საუბარი იმდენად ფორმის ცვლილებაზე, არამედ იმაზე, რომ რეალურად შეიქმნა აბსოლუტურად ახალი ინსტრუმენტი, ახალი სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ანუ არსებობდა გარკვეული მიზნები, არსებობდა შინაარსის ჩამონათვალი, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ასეთი დღევანდელი ფორმით, თანამედროვე კურიკულუმი საქართველოში 2004 წლამდე პრაქტიკულად არც არსებობდა. რატომ იყო მნიშვნელოვანი სასწავლო გეგმის რეფორმირება? მრავალი მიზეზი არსებობს ამისთვის და ცოტა რთული იქნება ერთი ლექციის პარალელში ამაზე საუბარი. ანუ არსებობდა რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზნები, არსებობდა საზოგადოების ინტერესი, მაგრამ აი თქვა მე მინდა გაჩვენოთ ერთი მაგალითი თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური პირობები და სამუშაო პირობები იმისთვის რომ თქვა შესაძლებელი იყოს სასწავლო გეგმის ცვლილების აუცილებლობის დანახვა. ერთ-ერთი ესეთი ნიმუში შეიძლება თქვა თვალსაჩინო იყოს თუ განვიხილოთ განათლების სამინისტროს მაგალითს და იმ პირობებს, რომელშიც განათლების სამინისტრო იმყოფებოდა 2003 წლისთვის. თანამშრომლების რაოდენობა ცენტრალურ აპარატში, ანუ განათლების სამინისტროში თბილისში მუშაობდა 400-მდე ადამიანი და განათლების სამინისტროში იყო 50 კომპიუტერი და 50 კომპიუტერიდან დაახლოებით ნახევარი არ მუშაობდა, ნახევარი არ იყო შეერთებული ინტერნეტთან, ინტერნეტის გამოყენება საკმაოდ დაბალი იყო, კომუნიკაციის პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა ფართო მასშტაბით და იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომელსაც განათლების სამინისტრო პირდაპირ მართავდა ფინანსურად, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ თქვა განათლების სამინისტრო ურიცხავს ფულს, შემდეგ თხოვს მათ ფინანსურ ანგარიშებს, იბარებს მათგან თქვა ბალანსებს, ამოწმებს მათ და ასე შემდეგ, ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების რაოდენობა, რომელსაც მართავდა, იყო დაახლოებით 200-მდე. 2007 წელს ვითარება შეიცვალა დაახლოებით თანამშრომლების რაოდენობა განახევრდა, თუმცა ეს თანამშრომლები უკვე იყენებდნენ ახალ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ ეს სისტემა ემართათ, იგივე მხოლოდ კომპიუტერებს თუ ავიღებთ, ყველა თანამშრომლის სამუშაო გარემო შედგებოდა ინტერნეტთან შეერთებული კომპიუტერით, რომელიც გამოიყენებოდა და უკვე გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის სამუშაოს შესრულებისთვის გაცილებით უფრო ნაკლები რესურსების დახარჯვით. განათლების სისტემა შეიცვალა ისე, რომ უკვე განათლების სამინისტრო უშუალოდ ფინანსურად მართავდა 2007 წლისთვის უკვე გაცილებით მეტი რაოდენობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ნუ ესენი არის სკოლები, სამეცნიერო ინსტიტუტები, უმაღლესობები და სხვა. ანუ თქვენ შეგიძლიათ აქ თვალსაჩინოდ დაინახოთ ცვლილების მასშტაბი, რომელიც ძალიან სწრაფად მოხდა სულ რამოდენიმე წელიწადში და ეს ცვლილების მასშტაბი ასევე ასახავს იმ გამოწვევას, რომელიც დადგა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ასეთ სისტემაში მუშაობენ. თანამედროვე ეკონომიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ადამიანების სამუშაო პირობები და მათ მიმართ გამოწვევები ძალიან სწრაფად იცვლება. მაგალითად ის თუ თქვა სულ რაღაც 20 წლის წინ ჯერ კიდევ მოქმედებდა პრინციპი, რომ შენ ისწავლი რაღაცას, დაეუფლები პროფესიას და შემდეგ პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობ ამ ერთი პროფესიის
ფარგლებში დღევანდელ პირობებში თქვათ იგივე დასავლურ ეკონომიკაში ადამიანების უმეტესობა რომელიც დღეს საქმდება თავის ცხოვრების განმავლობაში რამოდენიმე და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სამსახურს გამოიცვლის რაც გულისხმობს იმას რომ მიზნები მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს განათლების სისტემის და განათლების სისტემა უნდა მოამზადოს ადამიანები არა ერთი რომელიმე კონკრეტული სამუშაო ადგილისთვის არამედ იმისთვის რომ ადამიანებმა შეძლონ უკვე მთელი ცხოვრების განმავლობაში შეცვალონ საკუთარი ქცევები, შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენონ თქვათ ახალი რესურსები, თავად იყვნენ შემოქმედებითები და სხვა. და ეს თორე განათლების სამინისტროს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე რომ მეჩვენებინა თუ რა ხელა ტიპის ცვლილება შეიძლება მოხდეს ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაში და როგორ შეიძლება ეს თქვათ იყოს მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებისთვის. არსებობს სხვა ტიპის დასაბუთებებიც თუ რატო და შეცვლილიყო განათლების მიზნები და ის სისტემა რომელთაც ხდებოდა ამ მიზნების მიღწევა ან საშუალებები ლოკალურ საჭიროებებზე როცა საუბრობთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის კვლევები რომლებიც აჩვენებდა პრობლემებს რომელიც საქართველოში არის 90-იან წლების ბოლოდან დაიწყო სისტემის შესწავლა და სადღაც 21 საუკუნის დაწყებიდან უკვე დაიწყო სისტემატიური კვლევები რომლებიც აჩვენებს თუ რა შედეგები აქვს ჩვენ სასკოლო განათლების სისტემას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა იყო ქართულის და კვლევები იყო ქართულისა და მათემატიკის მიმართულებით მოსწავლეების უნარების შეფასება 2003 და 2004 წელში და ამ კვლევებმა აჩვენა ის რომ მეოთხე კლასელების უმეტესობა ვერძლებდა იმ მოთხოვნებს რაც მათ მიმართ იყო დაწესებული სკოლაში. და ეს თქვათ პრობლემური იყო როგორც ციგნიერების თვალსაზრისით, ისე რაოდენობრივი აზროვნების თვალსაზრისით. ასევე პრობლემა საქართველოში იყო ის რომ პრაქტიკულად არ არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები თუ რას უნდა ემსახურებოდეს განათლების სისტემა. ანუ სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა წევრს ჯგუფს იქნებოდა ეს თქვათ პოლიტიკური ჯგუფი თუ იქნებოდა ეს სკოლა იქნებოდა ეს მშობელი თუ სხვა ყველას ჰქონდა საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რას უნდა ემსახურებოდეს განათლება ეს პრინციპში არის ძალიან კარგი მაგრამ მეორე მხრივ თუ არ არსებობს ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები სახელმწიფო პოლიტიკისთვის ეს მოსაზრებების მრავალფეროვნება შეიძლება იწოდეს იმას რომ პრაქტიკულად რთული იყოს რაიმე შედეგის გაუმჯობესება. ანუ თქვათ ჩვენ თუ გვინდა ციგნიერების დონის გაუმჯობესება, ყველანი უნდა იყოს შეთანხმებული იმაზე თუ რას ნიშნავს ეს ციგნიერება და რაღაც მინიმალური კომპეტენციები, რომელიც იგულისხმება, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად უნდა გაუმჯობესდეს, უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მანამდე, ასე ვთქვათ, ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღებამდე პრაქტიკულად ასეთი ტიპის შეთანხმებები არ არსებობდა. პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური და პრობლემა გულისხმობდა იმას, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული და ეს კითხვები ქონდა ყველას, ხო? განმშობლებს აინტერესებს მრავალი რამ საკუთარი ბავშვების შესახებ, სახელმწიფოს აქვს საკუთარი კითხვები, მასწავლებლებს, ბავშვებს, თქვათ, დამსაქმებლებს აქვს საკუთარი ინტერესები განათლების სისტემის მიმართ. არსებობენ თქვათ რელიგიური ჯგუფები, რომლებსაც ასე თავისი ინტერესები აქვთ. არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც
სურთ რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ და სხვა და პრინციპში ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება გულისხმობდა მრავალი ამ კითხვის პასუხის გაცემას, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ამ სასწავლო გეგმის შემუშავების დროს ფუნდამენტური კითხვების დასმა და პირველი ესეთი ფუნდამენტური კითხვა იყო თავისთავად ცხადია ის თუ საიდან უნდა დაგვეწყო მუშაობა და ესე თქვათ იმისთვის რომ ამ სასწავლო გეგმის შემუშავება რაღაც რაციონალურ საფუძვლებს დამყარებოდა დაისვა სამი ძირითადი კითხვა როგორი ადამიანების აღზრდავთ სურს ანუ ვინ გვინდა რომ ასე აღზარდოს განათლების სისტემამ ანუ რა გვინდა რომ იყოს მახასიათებლები ამ ადამიანის როგორ არის შესაძლებელი ანუ რა რესურსებია საჭირო ანუ თქვათ რა მეთოდებია საჭირო ანუ თქვათ ხანგრძლივობა სწავლის მნიშვნელოვანი როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სკოლა მართლობის თვალსაზრისით და სხვა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კითხვის დასმა თუ როგორ გავიგებთ იმას რამდენად აღწევს ეს სისტემა თავის მიზანს. ამ კითხვის დასმის მეთოდოლოგია არ არის საქართველოში გამოგონილი, ეს ემყარება საკმაოდ დიდი ხნის წინ რაულფ ტაილერის მიერ ჩამოყალიბებულ მსგავს 4 კითხვას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჯერ უნდა განისაზღვროს ის მიზნები, რომელსაც ემსახურება სასწავლო დაწესებულება, შემდეგ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გამოცდილება იქნება მნიშვნელოვანი მოსწავლისთვის, იმისთვის რომ ეს მიზნები იყოს მიღწეული. შემდეგ არის უკვე ხერხებზე და რესურსებზე საუბარი და ბოლოს ისე შეფასებაზე. ეს პრინციპი გამოიყენება კურიკულუმის ასე ვთქვათ შემუშავებისთვის უკვე მრავალი წელია და ეს არის ძირითადად გამოყენებული ისეთი ტიპის კურიკულუმისთვის, რომელიც ეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ სწავლების პრინციპებს, რომელიც მთავარ მიზნად ჯერ ისახავს შედეგების დადგენას, ანუ იმის დადგენას თუ რას გვინდა რომ მივახციოთ და შემდეგ იწყებს უკვე იმაზე ფიქრს თუ რა შინაარსის გავლით და თქვა რა რესურსებით არის მნიშვნელოვანი ამის მიღწევა. თითქოს ძალიან ცხადია რომ ეს მიდგომა უნდა იყოს ლოგიკური, მაგრამ ერთი შეხედვით ცხადია რომ ყოველთვის არ არის ხოლმე განხორციელების დროს გამოყენებული, მაგალითად ხშირად იგივე ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღებამდე საქართველოშიც დაგეგმვის დროს შინაარსი ხდებოდა ცენტრალური რამ, ან თქვათ არსებული რესურსების გათვალისწინება იყო მთავარი რამ და მხოლოდ ამ რესურსებიდან გამომდინარე ხდებოდა ხოლმე მიზნების ჩამოყალიბება და არა სხვაგვარად. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ თქვა გვეპასუხა პირველი კითხვისთვის, თუ ისი აღზრდა გსურს, ანუ რა უნდა იყოს ის კომპეტენციები, რომლის განვითარებაზეც უნდა ზრუნავდეს ზოგადი განათლების სისტემა, ანუ სასკოლო განათლების სისტემა, ანუ რა უნდა იყოს პრინციპში ის მიზნები, რომელიც ჩვენ უნდა დავისახოთ ამ სისტემის პარალელში. და აქ საკითხი იყო არა მხოლოდ იმისი განსაზღვრა, ანუ იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმის განსაზღვრა თუ ეს როგორი ადამიანის აღზრდა გსურს, არამედ ვინ უნდა დაადგინოს ის თუ როგორი მოქალაქეების აღზრდა არის მნიშვნელოვანი საქართველოში. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ არის სახელმწიფო აპარატის საქმე და რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საზოგადოებამ. სახელმწიფო ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს ტოტალიტარულ სისტემებში, სადაც თქვა საზოგადოებრივი
აზრი ან ინდივიდის აზრი არ არის მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის ან კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში რომ ეს პროცესი ყოფილიყო ინკლუზიური, გაზიარებული საზოგადოების მრავალ წევრს შორის და ამას ასევე პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, იმიტომ რომ ცნობილია რომ რაც გაზიარებულია მიზნები და რაც უფრო მეტად არის მიზნები ფართო შეთანხმების საკითხი, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა რომ ეს მიზნები შემდეგ იყოს უფრო ეფექტურად დანერგილი. ამიტომ განხილვა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ეს რამოდენიმე თვეს გრძელდებოდა, იყო ამოქმედებული პრესაში, გავრცელდა ყველა სკოლაში, შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფები, ასევე ვთქვათ, სხვა სასწავლო კვლევით დაწესებულება ჩაერთო ამ მიზნების განხილვაში და შემდეგ ამ განხილვის საფუძველზე სადაც ჩართული იყო თქვა სკოლებიდან მრავალი ათასი ადამიანი მოხდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ჩამოყალიბება, რომელიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ. უпроსოდ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ. და ეს მიზნები აღწერს იმ 8 ძირითად მახასიათებელს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ განუვითაროს საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს რომ იყოს აქტიური მოქალაქე, ანუ იმოქმედეს საზოგადოების ქვეყნის საკუთარი კულტურის სასიკეთოდ. ასევე იგულისხმება ის, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს ბუნებრივი გარემოსთან ეფექტურად ურთიერთობა, ასევე იგულისხმება, რომ ინფორმაციასთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს, იმიტომ რომ ინფორმაციის მოცულობა რომელიც რომელთანაც ჩვენ გვიწევს ურთიერთობას უფრო და უფრო იზრდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხად ჩაითვალა ის, რომ ესე იგი ინდივიდებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად არამხოლოდ სოციალურ ჯგუფებში ცხოვრება, არამედ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებაც და არამხოლოდ სხვების შემოქმედებით ხარჯზე ცხოვრება, არამედ ისიც რომ თვითონ ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს რაღაც ორიგინალურის შექმნა. ასევე ჩაითვალა მნიშვნელოვნად, რომ ყველა სკოლადამთავრებულს შეეძლოს ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება. ეს ერთმიანება იმ საკითხს დავიწყებთ, რომ ეს იგულისხმება ის, რომ ყველას უნდა შეეძლოს ცხოვრების განმავლობაში არამხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება, არამედ დამოუკიდებლადაც გარკვეული რამის შესწავლა, რაც გულისხმობს სწავლის უნარების განვითარებას. ჩაითვალა მნიშვნელოვნად ისიც, რომ ადამიანებს შეეძლოთ სხვა ადამიანებთან, ადამიანების ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაცია, რაც ასევე უკავშირდება ტოლერანტობის მხოლოდ ღირებულების, არამედ ტოლერანტული ქცევის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სხვების და განსხვავებულის არსებობის უფლების აღიარებას და ასე განსხვავებული ადამიანების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას. და ასევე ჩაითვალა მნიშვნელოვნად, რომ ესე განმორჩილება, ანუ იმისი გააზრება თუ რა წესები მოქმედებს საზოგადოებაში და სახელმწიფოში, ასევე იყო მნიშვნელოვანი ზოგადი განათლების სისტემისთვის. როცა საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების აღზრდა, მნიშვნელოვანი იყო კონცეპტუალური გააზრება და ერთ-ერთი მთავარი კონცეპტუალური ცვლილება, რაც ამ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის ასახული, ეფუძნება წარმოდგენას სწავლებისადმი. ძველი წარმოდგენა იყო ის, რომ
სისტემა ან მასწავლებელი ან საგანი აძლევდა ადამიანს განათლებას და ახალი კონცეპტუალური მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი თვითონ იქმნის ცოდნას, ხოლო სისტემა ქმნის პირობებს ამ ცოდნის მისაღებად. ანუ თქვათ პირობებში იგულისხმება კვალიფიციური მასწავლებლის არსებობა, ხარისხიანი რესურსების არსებობა, საკმარისი დროის არსებობა, თქვათ სამოტივაციო გარემის არსებობა და სხვა რამე. მაგრამ თავარი არის ის, რომ ადამიანი, ანუ მოწვეული მოსწავლე თავად სწავლობს, თავად იღებს განათლებას, თუ მას ამ პირობებს შეუქმნით და თუ მას აქვს ამის სურვილი. ხარა იყო ის სიახლეები, რომელიც ამ სასწავლო გეგმაში შემოვიდა. ორიენტირება გაკეთდა მოსწავლეზე და შედეგზე და არა მოსწავლეების ჯგუფებზე, როგორც ეს იყო ადრე, ანუ წინა სისტემაში თქვა ხშირად გაიგებდით, რომ ასე ვთქვათ, სწავლება უნდა იყოს ორიენტირებული ეგრეთ წოდებული საშუალო მოსწავლეების აღზრდაზე, ხოლო ეროვნულ სასწავლო გეგმამ, ასე ვთქვათ, მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ასე იგი სწავლის სასწავლო პროცესი უნდა გულისხმობდეს თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებას და ეს მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლეები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან შესაძლებლობებით, საჭიროებებით, ინტერესებით თუ სხვა. და ასე ორიენტაცია გაკეთა შედეგზე. კონცეპტუალური გააზრების პარაგრაფში მნიშვნელოვანი გახდა შედეგების ისე აღწერაც, რომ ყოფილიყო გაზომვადი. ესე იგი, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თქვათ საფუძველი, ერთ-ერთი საფუძველი პრიორიტეტების დადგენის იყო მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინება სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე. რაც მანამდე მაინც სისტემურად არ ხდებოდა. და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ საგნის სპეციალისტები ან მეცნიერები კონკრეტული მიმართულებით განსაზღვრავდნენ ხოლმე წინა სისტემაში უფრო მეტად მიზნებს, იქიდან გამომდინარე თუ თვითონ ასრულებდნენ საკუთარი მეცნიერების პარაგრაფში მნიშვნელოვან მიზნებს და არა ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ სხვადასხვა ასაკში მოსწავლეების შესაძლებლობებს. სწავლა ახალ პარადიგმაში გულისხმობს არა უბრალოდ რაღაც ინფორმაციის დაუფლებას, არამედ ინფორმაციის უნარჩვევებსა და დამოკიდებულებების ერთობლივად განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ესე იგი თუ წინა სისტემაში იგულისხმებოდა რომ უნარჩვევები თავისით ვითარდება თუ ინფორმაციას ასწავლი, ხოლო დამოკიდებულებები, თქვათ, და ღირებულებები ძირითადად ოჯახში ჩამოყალიბებულიყო, ეროვნულ სასწავლო გეგმა თავზე იღებს მიმართულებით კონკრეტული მიზნების ჩამოყალიბებას და შემდეგ ამ მიზნების მიღწევაზე ზრუნვისთვის მნიშვნელოვანი გზების დასახვას. რაც შეეხება გზებს, ასე ვთქვათ, ძირითადად კონცეპტუალური საფუძველი ეროვნული სასწავლო გეგმის იყო და ნაწილობრივ რჩება მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით 2010 წლიდან მოხდა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს მრავალი სხვადასხვა გზა ამ მიზნების მისაღწევად. ანუ ეროვნულმა სასწავლო გეგმამ ჩამოაყალიბა მიზნები და შემდეგ განსაზღვრა ის, რომ შეიძლება მასწავლებლები და სკოლები ირჩევდნენ სხვადასხვა გზას იმისთვის, რომ აი ამ კონკრეტულ მიზანს მიაღწიონ. და მნიშვნელოვანი გახდა არა მოცულობა ცოდნის, არამედ ხარისხი. ანუ რამდენად სიღრმისეულად გვესმის საკითხი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ბევრი საკითხის ფლობა, ეს მარტივად რომ ვთქვათ. სტრუქტურა სასწავლო გეგმის შედგება სამი ნაწილისგან, ეს არის სწავლის და სწავლების პრინციპები, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა
გზის და პროცედურის აღწერას, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს. საათობრივი ბადეები შეიქმნა სხვა ტიპის სკოლებისთვის, თავდაპირველად ეს იყო, თქვათ, ენების მიხედვით, შემდეგ ეს ტიპების რაოდენობა შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი თავისუფლება მიეცა სკოლებს და ეს რაღაც 2010 წლიდან ისე დაიწყო სასწავლო ბადეებზე ფიქრი, თქვათ, სპეციალიზირებული სკოლებისთვის, ანუ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა ძველ სისტემას, როდესაც თვითონ განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იმუშაოს, თქვათ, ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლამ, როგორ უნდა იმუშაოს, თქვათ, სახელმწიფო მიმართულებით გაძლიერებულად სწავლების მქონე სკოლამ და სხვა. მესამე ნაწილს ავიღებთ, ეს არის უკვე საგნოფლივი პროგრამები, სადაც არის კონკრეტული საგნის მიხედვით, კონკრეტული კლასის ან შეიძლება საფეხურის მიხედვითაც იყოს მიზნები გაწერილი. თავდაპირველად ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მიზნებზე, რომლებიც უნარებზე იყო ორიენტირებული და პროგრამის შინაარსი იყო ძირითადად რეკომენდებული. შემდეგ უკვე 2010 წლიდან შეიქმნა ეგრეთ წოდებული ბირთვი პროგრამა, რომელიც შინაარსის რაღაც გარკვეულ მინიმუმს აწესებს, რომელიც ზოგი საგნის ფარგლებში უფრო მეტად სპეციფიკურია, ანუ უფრო მეტად არის დეტალიზებული, ხოლო ზოგიერთ საგნის ფარგლებში იმდენად ზოგადია, რომ ისევ იძლევა მასწავლებლისთვის მოქმედების შესაძლებლობას. იმისთვის, რომ ეს სასწავლო გეგმა ეფექტურად დანერგილიყო, არსებობდა რა თქმა უნდა მრავალი პირობა, ხარ პირობითად არის დაალაგებული დადებით და უარყოფით პირობებად, თუმცა ნებისმიერი ეს პირობა შეიძლება იყოს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი სვეტის ქვეშ. ანუ თქვათ, თუ ინფორმაცია და რესურსები არ არის საკმარისი, სასწავლო გეგმის დანერგვა ვერ მოხდება, ხოლო თუ ინფორმაცია და რესურსები საკმარისია და ადეკვატურია, ასე ვთქვათ, რელევანტურია, ამ შემთხვევაში ეხმარება. მშობლების პრობლემა ჩნდება ასეთი ტიპის ცვლილების დროს, იმიტომ რომ მშობლები ხშირად მიჭრული არიან იმ სისტემას, რომელშიც თვითონ აღიზარდნენ და ამიტომ ხანდახან ძნელია ხოლმე მათთვის ახალ სისტემის გააზრება. და ასე ვთქვათ, ინოვაციების გავრცელების შესაძლებლობას იძლევა ის ინოვაციები, რომელიც უკვე არსებობდა მცირე მასშტაბით. ანუ საქართველოში არსებობდა საკმაოდ ბევრი სკოლა, რომელიც სწორედ იმ პრინციპებზე დაყრდნობით ასწავლიდა, რომელზეც იყო საუბარი დასაწყისში. პრობლემა იყო ასევე და გამოწვევა იყო თანამშრომლობის მიღწევა სკოლების მხრიდან, ანუ არ იყო იმის გარანტია, რომ მაინც და მაინც მასწავლებლები და სკოლები გაიზიარებდნენ საყოველთაო მიზნებს და გაიზიარებდნენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებლებს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. და რა თქმა უნდა იყო დრო პრობლემატური ამ სასწავლო გეგმის დანერგვის დროს, დრო იგულისხმება ის, რომ ერთი მხრივ ძალიან მაღალი იყო ინტერესი, რომ ბევრ თაობას შეხებოდა ცვლილებები, მეორე მხრივ იყო არის საკმაოდ უცნობიარე პოლიტიკური გარემო, სადაც თქვათ პოლიტიკური ხარდაჭერა მოსახლეობაში იკლებდა 2004 წლის შემდეგ და პრობლემატური ასევე იყო ის, რომ თქვათ სისტემა არ იყო მიჩვეული კაფიო მიზნების ქვეშ მუშაობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ ხშირად თქვათ მოქმედებების და გადაწყვეტილებების მიიღებოდა თქვათ საკმაოდ სპონტანურ გარემოში. სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყო 2005-6 სასწავლო წელს, როდესაც დაიწყო პილოტირება სამ კლასში, საქართველოს სკოლაში და შემდეგ უკვე შემდეგ წელს დაიწყო გავრცელება უკვე ყველა სკოლაში, ამ კლასებში, ხოლო შემდეგ კლასებში, უკვე მერვე და მე-11 კლასებში დაიწყო ეს გაგრძელდა პილოტირების პროცესი
პილოტირების დროს ხდებოდა შემოწმება იმისთვის, როგორ მუშაობს კონკრეტული მექანიზმი, იმისთვის შემდეგ მოხდარიყო დანერგვა. ან თავიდანვე, აი ხა ეს სქემა არის, ის სქემა რომელიც 2004 წელს გამოსულ სასწავლო გეგმაშია ჯერ კიდევ შესული. სქემა გულისხმობდა იმას, რომ მუდმივად განახლებადი და ცვალებადი უნდა ყოფილიყო სასწავლო გეგმა. და 2011 წელს იყო დაგეგმილი სწორედ პირველი მე-6 კლასების შეცვლა, რაც ახლა სწორედ მოხდა 2012 სასწავლო წელს, ერთ წლით გადაიწია სიახლეების დანერგვამ და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც 12 წლის განმავლობაში ისწავლიან ამ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, პირველი თაობა დაამთავრეს 2017-18 სასწავლო წელს. საკმაოდ რთულია ცვლილებების ისე დანერგვა, რომ მთელი თაობა ამ ცვლილებების ფარგლებში აღიზარდოს. ამ სასწავლო გეგმამ შემოიტანა სასწავლო სასწავლო გეგმის გაგება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სკოლას თავად უნდა დაეზუსტებინა, თავად უნდა ყველა სკოლა ვალდებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თავად დააზუსტოს ის თუ რას ასწავლის, როგორ ასწავლის, საკუთარ სკოლის პრიორიტეტებთან მიმართებაში როგორ არის ის, რასაც ასწავლის და ეს სასკოლო სასწავლო გეგმა შეიძლება გულისხმოს თქვა გაძლიერებულად რომელიმე მიმართულების სწავლებას და სხვა. თქო, ამ სასწავლო გეგმის დანერგვისთვის მნიშვნელოვანია რესურსების არსებობა, რაც ძალიან პრობლემატურია სკოლაში, ანუ საჭიროა დამატებითი ფული იმისთვის, რომ თქვა გაძლიერდეს რომელიღაც მიმართულებით სწავლება თუ სკოლა რაღაც პროფილს ირჩევს და ეს დღემდე პრობლემატურ საკითხად რჩება. თუმცა ამ სასკოლო სასწავლო გეგმამ და ეროვნულმა სასწავლო გეგმამ, რომელიც შედეგებზეა ორიენტირებული, გააჩინა დაგეგმვის კაფეო საჭიროება სკოლების მხრიდან. ანუ თუ მანამდე მასწავლებლები, თქვა იგივე საგნის პარკლებში მიყვებოდნენ სახელმძღვანელოებს და სახელმძღვანელოს განიხილავდნენ როგორც გეგმა, ამ შემთხვევაში, როდესაც შენგან ითხოვენ, რომ მიაღწიო კონკრეტულ შედეგებს და როცა გეუბნებიან, რომ სახელმძღვანელო არის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი, იმისთვის რომ შედეგებს მიაღწიო, მნიშვნელოვანი ხდება, რომ შეგეძლოს დანერგვა. ასევე სკოლები, როცა უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდნენ სახელმწიფოსგან და როცა მიეცათ უფლება, რომ საკუთარი პრიორიტეტებით ჩამოეყალიბებინათ, ამ შემთხვევაში სკოლები უკვე ფიქრობენ, სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. ან სასწავლო გეგმის ჩარჩოს გათვალისწინებით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა კერძო სკოლებშიც, საჯარო სკოლებშიც უკვე გაჩნდა საჭიროება, რომ რაღაც ძველ და მოკლევადიანი გეგმები შეედგინათ მასწავლებლებს, რომლის ფარგლებშიც თქვათ ისინი განსაზღვრავდნენ თუ როგორ აღწევენ იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. და დაგეგმვის სწავლება მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა. თუ თქვათ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ამბობს, რომ ასწავლოთ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრება, ეს დაგეგმვა ერთ-ერთი ნაწილია თქვათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მნიშვნელოვანი გახდა ასე სახელმწიფოსთვის დაგეგმვის ინსტრუმენტების შემუშავება, მაგალითისთვის მოსწავლეების სტატისტიკური მოსწავლეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, ასევე კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით ცვლილებების განხორციელება და სხვა. თან პრინციპში ბევრი ინსტრუმენტი შეიქმნა ამ წლებში, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ ხედავთ ეს აქტივობების დაგეგმვის ფურცელი, რომელიც სკოლის გამოიყენებინათ. თან დაგეგმა შეიძლება ეხმარებოდეს, აი თქვათ იმ ძირითად პრინციპს, რომ ჯერ გეგმავთ მიზნებს, შემდეგ შეფასებებს და საშუალებებს, თქვათ აი ამ უგუღმა დაგეგმვის საფუძველზე ვადგენთ სასწავლო გეგმას საგნისთვის, კლასისთვის, სკოლისთვის თუ სხვა.
Ერთი ცვლილება, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმამ შემოიტანა, არის შეფასების სათქმულიანი სისტემა. რადგან ახლა ეს მნიშვნელოვანი. მანამდე არსებობდა თითქოს 5-ბალიანი სისტემა, თუმცა გამოიყენებოდა, გამოიყენებოდა მხოლოდ 4 ოფიციალურად, 2, 3, 4, 5, პლუსები, მინუსები არ იწერებოდა ოფიციალურად და მეც როცა ვასწავლიდი, დავიწყე სწავლება, თავდაპირველად მახსოვს ჟურნალში, სასკოლო ჟურნალში რომ ჩავწერე ნიშნები, ასე ვთქვათ, სკოლის ადმინისტრაციამ შენიშვნა მომცა, არა იმიტომ რომ თვითონ მაინც არ აღიარებდა ამის მნიშვნელობას, არამედ იმიტომ რომ სახელმწიფო მხრიდან იყო საკმაოდ კაცრი კონტროლი, რომ ნიშნები სწორედ ასე დაწერილი იყო. მაშინ როცა არსებობდა თქო ეს 2, 3, 4, 5 4-ქულიანი შეფასება, ფაქტობრივად მასწავლებლების ძალიან დიდი ნაწილი არ იყენებდა ორიანს, იმიტომ რომ თვლიდნენ რომ ასე ვთქვათ მასწავლებლები ცოდოები იყვნენ, ან თქვათ მაინც მათიბრალი არ იყო, რომ ორს იღებდნენ სხვა, არ წერდნენ ამ ნიშანს, მაგრამ რეალურად ქონდა სამნიშნიანი შეფასება. და როცა ესე ვთქვათ ძალიან პატარა ინტერვალი, ძნელია აჩვენო მოსწავლეს რას ასე ვთქვათ მცირე გაუმჯობესებები, ანუ თქვათ 4-სა და 5 შორის პირველივე გაუმჯობესებაზე თუ 5-ს დავუწერ, შემდეგ არ რჩება ქულა იმისთვის, რომ აჩვენო შემდეგი ასე ვთქვათ დონის გაუმჯობესება. თუმცა პრობლემა ამათქულიანი სისტემის შემოღებით გაჩნდა თავიდანვე ეს ბევრ საკითხს უკავშირდება, მასწავლებლებმა დაიწყეს ქულების ინფლაცია და დაიწყეს 5-დან 9-მდე ძირითადად ქულების წერა, იმიტომ რომ თქვათ პასუხისმგებლობა ათის დაწერაზე, ანუ საუკეთესო ნიშანზე ჩათვალეს რომ იყო საკმაოდ მაღალი და ასე უარყოფითი ნიშნების წერაც მაინც და მაინც არ ითვლებოდა პედაგოგიურად გამართლებლად. Ну, ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, თქვათ ერთი მიზეზი არის თავად სისტემის მართვის პრინციპები, თუ რამდენად თავისუფლები არიან მასწავლებლები ასეთი განწყობილების მიღების დროს. ერთ-ერთი ახალი პრინციპი სასწავლო გეგმის შემოღების დროს იყო ასევე დაწყებით საფეხურზე კომენტარების შემოტანა ნიშნების ნაცვლად, ანუ პირველი 4 წლის განმავლობაში აღარ იწერება ნიშნები, რაც მნიშვნელოვნად იწვევდა სტრესს მოსწავლეებში და თან მაინც ეს ნიშნები არ ეხმარებოდა მოსწავლეებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების თვალსაზრისით, ჩემი აზრით, სასწავლო გეგმაში იყო განმავითარებელი შეფასების შემოტანა სკოლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ესე იგი იწერება ის, ანუ უნდა გამოიყენებოდეს სწავლების დროს ისეთი ტიპის შეფასება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს განვითარებაში. ანუ არა მხოლოდ ადგენს თუ როგორია შედეგი, არამედ ადგენს იმას თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შედეგი იყოს უკეთესი. ანუ თქვათ აი ამ მაგალითზე რომ ავიღოთ, კერძის მომზადების დროს ჩვენ ასე ვთქვათ, სინჯავთ საჭმელს იმისთვის, რომ განვავითაროთ, ხოლო ასე ვთქვათ, იგივე წვეულებაზე ჩვენ ასე ვთქვათ განსაზღვროთ თუ რამდენად ასე ვთქვათ, კარგად არის ეს კერძი მომზადებული. და მისი განვითარების საშუალება არ გვაქვს. ეს განვითარებელი და განსაზღვრელი შეფასება შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც მიმდინარე შეფასებების დროს, ისე შემაჯამებელი შეფასებების დროს. იყო თავდაპირველად 2004 წლის ვარიანტში შეფასების კომპონენტების სისტემა, რომელიც გულისხმობდა მასწავლებლების შემუშავებულ კომპონენტებს, სამწუხაროდ ეს გაუქმდა და მასა კომპონენტების განსაზღვრაში მასწავლებლებს აღარ აქვს შესაძლებლობა რომ ჩაერიონ, ანუ სახელმწიფომ დააწესა 2010 წლიდან უკვე სტანდარტული კომპონენტები, როგორც აი თქვა საშინაო დავალება, საკლასო წერა და სხვა. და თავდაპირველ ვარიანტში მასწავლებლები თავად ადგენდნენ კომპონენტებს და განსაზღვრავდნენ ასევე საერთო ნიშანში ამ კომპონენტების წონას. Ну, ეს პრობლემა ამ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ის იყო, რომ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ მასწავლებლს უჭირდა, თქვათ, ამ წონებთან ურთიერთობა, პროცენტების გამოანგარიშება და
საკმაოდ დიდი იყო უკმაყოფილება და იქამდე მივიდა საქმე, რომ თქვა განათლების სადამეცნიერების მინისტრმაც კი 2010 წელს თავის გამოსვლაში თქვა, რომ მასწავლებლის ვალის კი არ არის, რომ ითვალოს ნიშნები, არამედ ის, რომ მასწავლოს. თავისთავად ეს ნაოდიგებდა ეროვნული სასწავლო გეგმის თავდაპირველ იდეას, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი ნაცნობების მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას და ეს კომპონენტები კი იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ მრავალმხრივი განვითარების. შეფასების მრავალი დონეა შესაძლებელი, რომ გამოვიყენოთ სკოლაში საკლასო, სასკოლო, ფართო მასშტაბის და სხვა დონეზე არის ჩართული სხვადასხვა მოთამაშე, თქვა სახელმწიფო არის უფრო თქვა ფართო მასშტაბის შეფასებებში ჩართული, თქვა ოლიმპიადებში, კარის დღეებში, გამოფენებში, ახლა ასევე გამოსაშვებ გამოცდებზე და სხვა. ხოლო სკოლებს შეუძლიათ სასურველია, რომ სხვადასხვა დონეზე შეაფასონ ხოლმე მოსწავლეები, დროს სხვადასხვა შედეგსაც იღებს. სამწუხაროდ სკოლების რაღაცნაირად კარგული ნაწილი შეფასებას იყენებს მოსწავლეების სკოლიდან გასაფრთხილებადაც. ოფიციალური ნიშნების გამოყენებაც, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად შეიცვალა, გახდა ცენტრალიზებული ასე ვთქვათ, მათი აღრიცხვა, თუმცა ეს არ იყო თავდაპირველი სასწავლო გეგმის მიზანი, მაგრამ სახალხო სასწავლო გეგმამ შემოიტანა ასევე ვთქვათ, წლიური ნიშნების იდეა და საფეხურის ნიშნების იდეა, რომლის გამოყენებაც მოხდა სხვადასხვა დონეზე, ვთქვათ, სასკოლო დონეზე ზოგმა სკოლამ შემოიღო აღნიშვნა სპეციალურად წარმატებული მოსწავლეების ზოგმა სკოლამ ასე ვთქვათ, გაითვალისწინა გარკვეული ჯილდოების დაწესებლად, ასევე სახელმწიფომ დააწესა ჯილდოები, რომლებიც ეფუძნება ამ საფეხურის ნიშნებს და ძლიურ ნიშნებს. მაგალითად, როგორც არის მედლების გამოყენება. თუმცა ეს ნიშნებისძლიური და სემესტრული ნიშნების სისტემა შეიძლება სარგებლო ყოფილიყო ასევე შიდა ანალიზისთვის, თუ რამდენად მაღალ ან საშუალო ან დაბალ ნიშნებს წერენ სხვა მიმართულების მასწავლებლები. ადრე არსებობდა მაქსიმალური დატვირთვის ცნება ძველ სისტემაში და ეს პრინციპში დაფინანსების სისტემაში იყო გასაგები, ანუ სკოლა უნაზღაურებდა საათების რაოდენობით ხარჯებს. სახელმწიფო უნაზღაურებდა სკოლას ხარჯებს საათების მიხედვით და ამიტომ სრულდებდა მაქსიმალურ რაოდენობა საათებს, რაც შესაძლებელი იყო, რომ სკოლას ესწავლებინა, იმიტომ რომ სკოლას ბევრი არ მოეთხოვა. ახლა როცა ვაუჩერული სისტემაა, სკოლას შეუძლია, თქვათ, ასწავლოს იმ საათებზე მეტი, ვიდრე ეს არის რეკომენდებული სასწავლო გეგმის აუცილებელი ნაწილის ფარგლებში. და ასევე მიეცა სკოლებს, თქვათ, 25%-იანი თავისუფლება, რომ გადაანაწილონ თვითონ საათების აგნებს შორის საკუთარი შეღებულების მიხედვით. მოთხოვნა არის გზელი დასვენებების, ანუ ადრე ძირითად სკოლებში 5-წუთიანი დასვენებები იყო, მოთხოვნა არის რომ იყოს 10-წუთიანი დასვენებები და ასევე სწავლება, აქტიური სწავლება გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი ხდება, რომ მოსწავლე არ იჯდეს მთელი გაკვეთილის განმავლობაში, თუმცა სკოლები მაინც და მაინც არ იყენებენ ამ დასვენებებს, იმიტომ რომ მორჩენიათ, რომ სწრაფად გავუშვან მოსწავლეების სახლში. განსაკუთრებით პრობლემატურია ეს იმ სკოლებში, სადაც რამოდენიმე ცვლა არის და ასე ვთქვათ, ზამთარში არ უნდათ რომ მეორე წლის ბავშვები სიბნელეში მიდიოდნენ სახლში. ესეთი სიახლე იყო ის, რომ სასწავლო გეგმამ თავდაპირველად შეზღუდა ბავშვების რაოდენობა კლასებში 25 ბავშვამდე, შემდეგ ეს რაოდენობა გაიზარდა ნანა და ახლა 2004 წელს იყო 25 ბავშვი, მაქსიმალური რაოდენობა ახლა 2011 წელს არის უკვე 35 ბავშვამდე გაზრდილი. და ეს ეფუძნებოდა ბავშვების რაოდენობის შემცირება იმ მოსაზრებას, რომ
უფრო ეფექტურია სწავლება, მაშინ როდესაც თითოეულ ბავშვზე დახარჯული დრო არის მეტი. და ასე იგი მასწავლებლებსაც უფრო ნაკლები დრო დაეხარჯებოდათ მომზადებაზე, თქვათ ნამუშევრების გასწორებაზე და სხვა. ასე თქვათ სასწავლო გეგმამ ასევე ცადა სხვა გზით შეემცირებინა მასწავლებლების დატვირთვა ბავშვების თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი ყავდეს თითოეულ მასწავლებელს. მეორე მხრივ, ახლა თქვათ ბავშვების რაოდენობის გაზრდა კლასებში დაეფუძნა იმ მოსაზრებას, რომ თქვათ შედეგი შეიძლება იგივე ქონდეს მასწავლებელს მცირე და მრავალრიცხოვან კლასებში, რაც პრინციპში ძალიან საკამათოა, თუმცა არის ასევე რაციონალური მხარეც, ანუ ერთი არის ეკონომიკური მხარე, აძვირებს ბავშვების რაოდენობის შეზღუდვა სისტემას, ანუ ბევრი კლასია საჭირო რომ გაიხსნას სკოლაში, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კვალიფიციური მასწავლებლების რაოდენობის ზრდასაც უწყობს ხელს, ანუ უბრალოდ მოთხოვნას აჩენს უფრო მეტ კვალიფიციურ მასწავლებელზე, რაც ასევე პრობლემატურია საკითხში. თავდაპირველად ეს კონცეპტუალური მიდგომა, რაც არის თქვენ სლაიდზე ხედავთ, იყო გამოყენებული ასევე მასწავლებლების ხელფასის დადგენისთვის და თავდაპირველ სისტემაში, რაც უფრო ნაკლები მოსწავლე ყავდა, მასწავლებელს მით უფრო მეტ იღებდა ხელფასსაც, პრინციპში ძალიან უკვირდათ მასწავლებლებს და ერთი მხრივ და ქალაქის მასწავლებლები პროტესტებდნენ. თუმცა ამან გააჩინა სასწავლო გეგმის შემოღების პირველ წლებში ინტერესი, რომ კლასებში მოსწავლეები შემცირებული. და თქვათ აი ამ სქემაზე თქვენ ხედავთ იმას, რომ ერთ შემთხვევაში თქვათ მასწავლებელს 125 მოსწავლე ყავს, 5 პარალელურ კლასს რაც ასწავლის და მეორე შემთხვევაში ყავს 207 და შესაბამისად სავარაუდოა და არის სხვა კვლევითაც დადასტურებული, რომ ხარისხი ეცემა მას მერე რაც შრომის მოცულობა იქნება იმდენად, რომ მასწავლებლებს აღარ შეუძლიათ ხარისხიანად საკუთარი შესრულება. ეროვნული სასწავლო გეგმა გამოიყენება ბევრი მიზნისთვის, გარდა იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზება ხდება, ამას დაეფუძნა ეროვნულ სასწავლო გეგმას დაეფუძნა გამოცდები, გამოსაშვების და მისაღები გამოცდების გარკვეულწილად. მასწავლებლის სასერტიფიკატო მოთხოვნებიც სასწავლო გეგმიდან გამომდინარეა, ანუ ის თუ რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა, თავისთავად ცხადია, რომ ეფუძნება იმას, თუ რა უნდა ასწავლოს მან. ასევე სახელმწიფო იყენებს სასწავლო გეგმას ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესში და გამომცემლობები იყენებენ ამ სასწავლო გეგმას იმისთვის, რომ შექმნან სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს სწავლაში და მასწავლებელს სწავლების დროს. და ასევე სასწავლო გეგმა გამოიყენება პოლიტიკური თქვათ მიზნებით, ერთი მხრივ, თქვათ მართველი პოლიტიკური ძალები ხშირად ცდილობენ ამ სასწავლო გეგმაში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც უფრო პოპულარულს გახდის მათ, ან კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება. ამის გარდა არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, რომელსაც გამოიყენება სასწავლო გეგმა, თუნდაც ინფრასტრუქტურისთვის, მაგალითად იგივე სკოლების შენობების დაგეგმვის დროს და სხვა სასწავლო გეგმა ასევე არის ერთ-ერთი ცენტრალური საფუძველი. ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეხლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავინახოთ ის სურათი, ის იდეალური სურათი, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ და მასწავლებლებსაც შეუძლიათ ერთგვარად საკუთარი თავი შეამოწმონ ამ სურათთან მიმართებაში.